პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია 5 იანვარს საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის ჩემი ოცნება და გზა მისკენ ფარგლებში მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკს ეწვია, სადაც ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დახმარება ჩაიტანა. საგულისხმოა, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი აქტი. მამუკა ფიფია ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს რეგულარულად ეხმარება და ამ მიზნით ყოველწლიურად ეწევა ქველმოქმედებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ კურსკის ოლქში ფრონტის წინა ხაზზე მან საახალწლო საჩუქრები იქაურ ბავშვებსაც ჩაუტანა. გამარჯობა, მივესალმები ყველას ამ ულამაზეს გმირულ ქალაქ პოდოლსკში. ძალიან ამაღელვებელია ამ ქალაქში ყოფნა, იმ მკერების ქალაქში, მაგრამ იცით, დეიდა გალიასთან ყველაფერი შესაძლებელია. მიუხედავად ყველა სირთულისა, თქვენ მაინც ატარებთ ამ ღონისძიებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის შეწევნით შეძლებთ გააგრძელოთ თქვენი საქმე. მე და ტიმურმა დავიწყეთ კოპზონის დროს და არ გამოვტოვეთ არც ერთი საქველმოქმედო ღონისძიება. მე და ტიმური აგვისტოში თავდასხმის დროს წავედით კურსკში და 27 დეკემბერსაც საახალწლოდ ჩავედით საჩუქრებით ბავშვებისთვის. ბავშვებო, პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას, რომ რუსეთში მშვიდობა იყოს და რუსეთი აყვავდეს. ჯერა რომ რუსეთი აყვავდება, ჯერა რუსეთის. მადლობა ტიმურ, დიდი მადლობა მთელ ოჯახს. მე ჩემი ოჯახი და ჩვენი პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ვიქნებით იქ, სადაც რუს ხალხს ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გმადლობთ. მადლობა მამუკა. მამუკა ძალიან დიდი ხანია გვეხმარება და ჩვენი აქცია არის ის, სადაც ყველა შეუძლია გული და სული ჩაგდეს. მადლობელი ვარ მამუკასი და მისი ოჯახის. მამუკა ყოველთვის გამოგვეხმაურება, რაც არ უნდა გართულდეს ცხოვრება და რა მძიმე მდგომარეობაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, ის ჩვენთანაა, რათა ჩვენი შვილების და ჩვენი მომავალი იყოს უკეთესი. პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ახლო მომავალში მამუკა ფიფიას უშუალო ინიციატივითა და ჩართულობით საქართველოშიც განხორციელდება. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ მამუკა ფიფიას იმ აქციისთვის, რომელსაც იგი თავისი ახლობლები ბატონ იოსებ დავითიძე კაბზონთან ერთად უკვე მრავალი წელი ახორციელებენ ბავშვები ინვალიდი და ობოლი ბავშვების მიმართ. ეს არ არის მისი პირველი აქცია, უკვე მრავალი წელია იგი ეხმარება ბავშვებს, ეხმარება შეჭირებულებს. მან ასევე განახორციელა, როგორც მოგეხსენებათ, ჰუმანიტარული აქცია ორჯერ უკვე კურსკის ოლქში და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი მამუკას ხელმძღვანელობით, მისი თამადობით და მისი მოწოდებით, როგორც ქართველი, ასევე რუსი ბიზნესმენები იქნებიან ავანგარდში იმ ახალი ინიციატივებისა, რომელიც განხორციელდება საქართველოში მსგავსი კატეგორიის ბავშვების, ახალგაზრდების და ოჯახების მიმართ. მე და კიდევ ერთხელ მიულოცო მას შობა ახალი წელი, მიულოცო მთელ საქართველოს და გამოვთქვა იმედი, რომ ეს სასიკეთო ტრადიცია გაგრძელდება და ჩვენ საქართველოში ვიხილავთ მრავალ მსგავს ღონისძიებას. პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ირემაძე კი ამბობს, რომ პარტიის საერთაშორისო მდივნის მიერ გაწეული ქველმოქმედება სასიკეთოდ წაადგება და დადებით გავლენას იქონიებს როგორც ქართველ და რუს ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების გაუმჯობესების, ასევე ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის კუთხით. ჩვენი პარტიის საერთაშორისო მდივანი ბატონი მამუკა ფიფია რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა რუსეთში, ქალაქ პოდოლსკში. ობოლ ბავშვებს გადასცა საახალწლო საჩუქრები. მოგეხსენებათ, ბატონი მამუკა ფიფია ბოლო რამდენიმე წელი არის დაკავებული არის საქველმოქმედო აქციებით და ზუსტად აი ეს საქველმოქმედო აქციები დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ ჩვენი ორი ქვეყანა, რუსეთი და საქართველო შორის მოხდეს დაახლოება, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა და იმედია, რომ ეს მიგვიყვანს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი ქართველი ხალხისა და პარტიის სახელით რუსეთში ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს. მამუკა ფიფია კურსკში, რომელიც ამჟამად ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია, ჰუმანიტარული მისიით უკვე ორჯერ იმყოფებოდა.